გადაცემა კრიტიკული აზრი მეორე ნაწილით გიბრუნდებათ ძვირფასო ტელემაყურებლები და რადიო მსმენელებო და მე მინდა მივესალმო იმ მაყურებელს რომელიც ეხლა შემოგვიერთდა და ასევე მივესალმო ჩვენს მეგობარს საფრანგეთიდან გიორგი ფოფხაძეს. გამარჯობა გიორგი. მოგესალმები გიორგი, მოგესალმები გოჩა. როგორ ხარ? ხო ხარ კარგად? საფრანგეთი ხომ კარგად არის? საფრანგეთი ხო ეხა ტელეკომპანია იმეც თუ უსმენთ შიმშილობთ, მაგრამ ისე ყველაფერი კარგად არის. თლად შვედეთივით დაქცეულები არ ახართ, მაგრამ არა უშავ. შვედეთი დაიქცა უკვე და თქვენ ცოტა შვედეთი რატო ამოიჩენებს ვერ გავიგე. ყველაზე სოციალურად ყველაზე საუკეთესო ქვეყანა. ეკონომიკით ვჯობნით ჩვენ და იმიტომ ეკონომიკით და კრიმინალური მდგომარეობით ვჯობნით. ხო ჩვენ ვჯობნით. ჩვენ ვჯობნით კი. რა ხდება რა სიახლეს შემოგთავაზებ გიო თუ არის რამე? იცი რა არის სიახლე ჩვენთან ოლიმპიადა და ეგ ვიცი კი ბატონო მილანში. პოლიტიკა საერთოდ გადაერთება ხომ ესე ვთქვათ პაუზებს აკეთებს ხოლმე ესეთ ოლიმპიადების პერიოდში და ყველანი მიჯაჭვულები ვართ ოლიმპიურ სოფელზე, სადაც სხვათა შორის ჩვენმა ფიგურისტებმა ძალიან დიდი წარმატებას მიაღწიეს და ხუთეულში მოხვედრა უკვე ბევრ რაღაცას ნიშნავდა და მე რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ გულშემატკივრები ჩვენების გამოსვლას. ისე რაც შეეხება საერთაშორისო მდგომარეობას ჩვენთან არა, მაგრამ აქვე ჩვენს ყურისძირში ჩვენ მეზობლებთან ხდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ჩვენ რატომღაც ვრჩებით თამაშგარე მდგომარეობაში, მე ესე მგონია, თუმცა მე შენდა გოჩასაც და საერთოდ ტელეკომპანია ობიექტივსაც და პატრიოტ ალიანსსაც ძალიან ბევრი გვაქვს ამ საკითხზე და ამ თემაზე ნასაუბრები და გავლილი და რომ ჩვენ არ უნდა დავრჩენილიყავით ესე თამაშგარე მდგომარეობაში. აი ეს არის საერთაშორისო საკითხებზე თუ ვისაუბრებთ ამ ზონაში. კონკრეტულად რა კონკრეტი გიორგი, რომ მაყურებელმა ხო არ იცის რაზე საუბრობ? კი ბატონო, სომხეთში და აზერბაიჯანში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრემიერის ჯი დი ვენსის ვიზიტია მიმდინარეობს. ამ წუთებში ეს რა ქვია ვენსი ხდება სომხეთის პრეზიდენტს და შემდეგ ოჯახით არის ჩასული. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ხდება. გოჩა და გიორგი ხარ შენ არ გჭირდა არც ერთ და არც მეორეს არ გჭირდება. კი, ამაზე გეტყვი გიორგი, მაგალითად ხელისუფლების აპოლოგეტებს აქვთ ასეთი ორი პასუხი, ორი. პირველი რომ ეს ზანგეზურის დერეფანს ეხება და ჩვენ რაშუაში ვართ, ეს პირველი პასუხია, მაგრამ თუ არ გაკმაყოფილებს თქვათ ეს პასუხი, აი დააკვირდე, თუ არ გაკმაყოფილებს ეს პასუხი, არის მეორე პასუხი. მეორე პასუხი ასეთია, რომ იქ ჩავიდნენ, ჩადის ამერიკა, ელაპარაკება ორივეს, იმიტომ რომ აპირებს დარტყმას ირანზე და ჭირდება სტრატეგიული ობიექტები, სადაც განათავსებს თქვათ რაღაც ბაზას, საიდანაც მოხდება იერიშის მიტანა ირანის ტერიტორიაზე და თქვენ გინდათ რომ აღმოჩნდეთ დარტყმის ქვეშ ირანის მხრიდან, თუ კი თქვენს ამიტომ ძალიან კარგია რომ ჩვენთან არ ჩამოვიდნენ. აი ეგ ორი პასუხი დღეს მუსირებს ინტერნეტ სივრცეში. ირანისტი და რეგიონის მცოდნების ეთერში და სომხეთი და აზერბაიჯანი როგორ წარმოგიდგენია რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ბატონო გოჩა მიცეს უფლება სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რაიმე სახით დაუმოროება გადაწყვეტა. აქ ხო იმაზე არ არის საუბარი ბატონი გოჩა რა პასუხს გაგცემს. აქ იმაზეა საუბარი რამდენად დააჯერებს ის ამ ხელისუფლების აპოლოგეტი ამ ორი პასუხით იმ მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც მართლა აინტერესებს რატომ დავრჩით თამაშ გარეთ, როცა ისინი ხელისუფლებას მხარს უჭერენ, აღმოჩნდნენ თამაშს გარეთ და აინტერესებს უბრალოდ იმ ხალხს, რომ რატომ აღმოჩნდით და ამათ ეუბნები პირიქით, კარგია, კაცო, რომ აღმოჩნდით. ესე მაგას ჯობდა მესამე ვარიანტი ეთქვა, რომ ჯიდივენ შესთავაზე. ხო შეხვდნენ უკვე, კაცო. ჩვენები ხო შეხვდნენ და ხო დაილაპარაკეს ოლიმპიადის დროს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი და ამიტომ იმან არის საჭირო იმან ხელი დამიქნიაო და ამან ორი სიტყვა მითხრა. ხო და ნუ
კარგით, აგერ ბატონმა ამერიკასთან ურთიერთობა. აგერ ბატონმა გოჩამ კიდე ერთი ვარიანტი შემოგთავაზეთ, გამოიყენეთ უფასოა ალალი იყოს თქვენზე. ოჯახებით ჩასვლას და ამდენ ხარჯს და ამ ყველაფერს აგერ უცბად შეხვდნენ, უცბად დაალაგეს ყველაფერი, რა თუნდა თან ჩვენ ნახევარ სიტყვაში გვესმის, ხო რასაც ველაპარაკებით. აგერ იმისი არ იყოს, შენ რასაც ამბობ ოლიმპიადასთან დაკავშირებით უცბად მომივიდა თავში, რომ საბერძნეთში ომებს წყვეტდნენ მაგის გამო, კაცო, რომ ოლიმპიადა რო ტარდებოდა, მაშინ იყო ყველაზე მთავარი და ასე რომ ევროპას ეგ ამბავი როცა აქვს ტრადიციის გაგრძელებაა და მართლაც იმისი არ იყოს პრობლემები ჩვენ გვაქვს და შვედეთი ალბათ იმის მერე ანერვიულდა რაც აქ ისაუბრეს ჩვენებმა და აღშფოთებულები რო იყვნენ გადახედეს. ასევე იქნება ალბათ სომხეთში და აზერბაიჯანშიც ისინიც ალბათ თვლიან რომ დაგვასწრეს იქ უკვე დაელაპარაკეს ყველაფერზე და ჩვენ ეხლა აგვიწევს რა ქვია სტუმრობა და დალაპარაკება. ნუ არ ვიცი ანეკდოტის მდგომარეობაში ვარ გიორგი, საშინელ მდგომარეობაში ვარ. ხო, სინამდვილეში უბრალოდ მაყურებელს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ამ თემაზე რომ ვსაუბრობთ, თქვა, სადღაცას ცოტა სარკაზმს ვიყენებთ, იმიტომ რომ რეალურად მართლა იუმორით თუ დავილაპარაკებთ, თორე სერიოზულად ამ თემაზე საუბარი არ შეიძლება. ჩვენ მართლა გული გვტკივა, რომ ჩვენ თამაშ გარეთ ვართ, მიუხედავად იმისა, ხელისუფლებაში მიგვეყოლება. რაც არ უნდა ხდებოდეს სასიკეთო ქვეყნისთვის, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ყოველთვის უნდა გვიხაროდეს, რომ ეს ხდება. თუ კი სასიკეთოა ქვეყნისთვის. ნუ ყოფთ ხოლმე ქვეყანა, უпроსორად, ნუ ცდილობთ ხოლმე ერთ ქვაბში მოხარშოთ ქვეყანაც და ხელისუფლებაც. ქვეყანაა, ხელისუფლება. ხელისუფლებები იცვლებიან, ქვეყანა რჩება. ამიტომ თუ კი რამე ხდება ქვეყნისთვის სასიკეთოდ, ხელისუფლებაში ოცნება იქნება თუ რომელიმე სხვა პარტია უნდა გვიხაროდეს, მაგრამ და გული უნდა გვტკიოდეს მაშინ, როცა ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი არ ხდება. ის რომ GDP-ი არ ჩამოდის საქართველოში, შეიძლება ბევრი არაფერი არ ხდება, ნუ არ ჩამოვიდა, მაგრამ რო ჩამოდის და კავკასიის რეგიონში მოგზაურობს სხვადასხვა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და საქართველოს არ სტუმრობს, ეს ნიშანია უბრალოდ მესიჯია და ძალიან არასასიამოვნო მესიჯია. მხოლოდ ამაზე ვსაუბრობ ჩვენ. აი გიორგი სხვადასხვა აღნიშნა რა, ხო ძალიან და თქვა რომ აი მნიშვნელოვანია რომ ოჯახით არის ჩასული, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიაში. როდესაც თქვენ აკვირდებით ხოლმე მეუღლეები როცა მიყავთ და ხვდებიან პირველი პირები ერთმანეთს, ის ატრიბუტიკა კი არ არის, ეს სხვა რამეს ნიშნავს. ეს უძველესი დროიდან, ანუ ჩემს ოჯახს განდობ, ჩამოვდივარ შენ, სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს. ამაზე ვთქვი, გოჩა, დიპლომატიაში ძალიან დიდ რაღაცას ნიშნავს რა, ეს არის ფაქტიურად უსაზრონდობის გამოცხადება შენთვის და ამ რეგიონისთვის და თუ ვინმეს გონია რომ ჩვენ ეს შეხვედრა მხოლოდ ზანგეზურზე არის, ეს არ აქვს კონცენტრირებული და ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ჩვენ ზუსტადაც რომ შუაში უნდა ყოფილიყავით ამ ზანგეზურის ემაზე, რა ქვია. თუ ამათ გონიათ რომ ზანგეზური საქართველოს გარეშე ვერ ფუნქციონირებს და ეხა ვიღაცები კოცმადიდებლები გამოიყვანეს და მაინც და საჭიროება გახდებაო ანაკლის სპორტის აშენებაო. ფოთი და ბათუმი ხო რას ლაპარაკობ, დაპირთული გაქვს და ეხა ანაკლიაზე მიადგნენ. არა, ბოდიში გიორგი, საჭიროება გახდება, ვისთვის გახდება საჭიროება? ერთადერთი საქართველოსთვის თუ გახდება საჭიროება, თორე ამ შემთხვევაში უკვე არავისთვის აღარ იქნება საჭიროება და თუ მარტო საქართველოსთვის არის საჭიროება, აქვს საქართველოს ეს რესურსი? აგერ 9 მილიარდის აბლიგაციები დაბეჭდეს, ხო? ეხლა და გაიტანეს გასაყიდად. გვაქვს რესურსი, რომ ჩვენ ავაშენოთ ანაკლის სპორტი? თუ ისევ მივცეთ, ან ჩინელებს მივცეთ, ან არაბებს მივცეთ, ვიღაცას მივცეთ და შემოვიყვანოთ 100 წლით ისინი. ანუ აი ამაზე მიდის ზუსტად საუბარი, რომ ჩვენ გამოგვეცალა ხელიდან ის ერთადერთი რესურსი, რომელსაც ჩვენ წესით უნდა ვიყენებდეთ ბუნებრივია, მაგრამ კარგად არ გამოგვიყენებია ეს ამ წლების განმავლობაში. და ეხლა ვკარგავთ და ის ანაკლის სპორტი, რომელსაც უნდა აშენებდეს სახელმწიფო, იმიტომ რომ სტრატეგიული მიმართულება არ შეიძლება ჩვენ არ ჩინელებს მისცე, არც არაბებს და არავის საერთოდ. ეგ არის სტრატეგიული მიმართულება და შენ უნდა ფლობდე 100 წლითაც და 1000 წლით. რა თქმა უნდა. კი, დღეს ესენი ამბობენ, რომ ეხლა უკვე საჭირო გახდება, იმიტომ რომ რა ქვია პანამერიკის ფორმატის გემები ვერ შემოვლენ საქართველოში, სხვა პორტში ვერ შემოვლენ და მათი პირველი ლოკაცია არის სტამბული.
და თუ სტამბული ლოგისტიკა გვინდა რომ დავწიოთ, მაშინ უნდა ავახშენოთ ღრმაწყლოვანი პორტი, რომ აქ შემოვიდნენ და აქედან უკვე ლოგისტიკა გაიშლებაო. აი ამას ამბობ. კი, მაგრამ აქამდე რას ფიქრობდი? აქამდე უღურე გიორგი ზუსტად მაგ ინფორმაცია რომ ნახე მეც და ამათი ქაქანიც ხო ზუსტად გადავამოწმე რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ჩართული და თუ ჩვენ არ შევეცდებოდით რომ ჩართული ვყოფილიყავით ამ ზანგეზურეს ემაში რა ქვია და არა მარტო ესეთ გვერდით მოვლენად არამედ პრინციპალურ ტვიტების მიმღებად და გადამტანად ხო სწორედ სტამბულის პანამერიკული ესა რა ქვია პორტებზე იქ შესაძლებელია თურმე რომ დაემატოს ესენი რა ქვია ნავსადგომები რომლებიც მშვენივრად უზრუნველყოფს უჩვენოდ ამ ყველაფერს ამაშია მთელი ჩვენი პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ჩვენი გინდა ოპოზიციურისაც ვითომ დემოკრატიაზე რო იმაშებია რა ქვია ისწორებენ იმას რა ქვია პიჯაკებს ხო და გნებავთ ხელისუფლების რომლებმაც სტრატეგიულად ვერ გათვალეს ის რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ და რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ ხო რომელი ანაკლის სპორტზე მელაპარაკო ჩვენ ახლა მშენებლობა უნდა გქონდეს არა მარტო ანაკლის მშენებლობა უნდა გქონდეს ჩვენ უნდა ვიკვლევდეთ ჩვენი ელექტროენერგიის ელექტროსისტემის ემას რა ქვია რესურსებს რა გვაქვს როგორ აგვაქვს რა შეგვიძლია ახლა ჩვენთვის რომ ავაშენოთ ეს რა ქვია ანაკლის სპორტი ესენი რასაც ამბობენ ხო ელემენტარულად რა ქვია ელექტრომომარაგებით ავტობანით ამით იმით ვერ დავტვირთავთ და ეს იქნებოდა ჩვენთვის ახლა ესე ვთქვათ აი უდიდესი ესა რა ქვია ავანტაჟი იმის რომ დამატებითი ავტობანები აგვეშენებინა დამატებითი ელექტრორესურსები მოგვეძიებინა დამატებითი სასაწყობე მეურნეობები გაგვეკეთებინა ანაკლის სპორტს ახლა ნებისმიერ სპორტს თავისი სასაწყობე მეურნეობა ჭირდება ხო თავისი ამას ესენი არც ფიქრობენ არც აკეთებენ არც დიდი ყულებით აპირებენ ესენი იმას რა ქვია მომარაგებას ამის 2-3 წელიწადში თუ ეს გაიხსნა ჩვენ საერთოდ და ჩვენი გარვიკენით ამ პროექტში ჩვენ საერთოდ დავკარგავთ ნებისმიერ იმას რა ქვია ინტერესს საერთაშორისო მე და რა ქვია ეკონომიური და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე აი ეს არის ჩემი პროგნოზი ჩვენ კი არ დავკარგავთ ისინი დაკარგავენ ჩვენში ინტერესს ისინი დაკარგავენ ანუ საკმაოდ უინტერესო გახდა იმასი რა ქვია შენც ლაპარაკობდი სხვათა შორის რა ქვია შეიძლება თემიდან გადასვლა მაგრამ რომელ იმაზე ვსაუბროთ მე და გიორგიც ლაპარაკობდით კი გრძელვადიანი კი არის მათ ხომ მოკლევადიანი რაღაცა გადაგორების ისა აქვთ რა მარტო რომ დღევანდელ სიტუაციაში ეს მომენტი გადამაგორებინა ის კი არა ერთი პრობლემა შეიძლება მეორე კიდევ უფრო დიდი პრობლემით გადავფარო ამას ფიქრობენ უნივერსიტეტების გაერთიანებაზე ერთის მხრივ მართლაც მესმის რომ რახან უკან დაიხიე ესე იგი ცოტა გონიერება რაღაცაში გეყო ხო სუმთლად გიჟი არ ახარ გავიგე კარგია მაგრამ მეორეა ხო ამ ხალხმა ხომ უნდა დაინახოს რამდენად მოუმზადებელი იყო ესე იგი რომ ამ ორი ინსტიტუტის გაერთიანებაზე საერთოდ ნაფიქრი არ ქონდათ და მხოლოდ დაიხიეს კი მე პირიქით ფიქრობ როცა ვაანალიზებ ამ ყველაფერს რომ მოგვატყუეს ძიამაკარის პროპოზიციაში ვართ ახლა ჩვენ როდესაც ესენი ამბობენ რომ უნივერსიტეტში ტექნიკურ უნივერსიტეტში უნდა გაუქმდეს ჰუმანიტარული საგნები შენ გინახავს ტექნიკური უნივერსიტეტები სადაც არ არის ვიწრო სპეციალობები იგივე იურისპრუდენციაში იგივე ჟურნალისტიკაში იგივე მაშინ რა ქვია სამართალმცოდნეობაში აგერ აქვს ახლა ეს რა ქვია ცოცხალ მაგალითს გეტყვი შენ ციცნობ მე ვიცნობ მას რა ქვია თემურ პაპიაშვილს რომელიც იყო ზვიადის დროს ყაზბეგის პრეფექტი იმის შვილი არის ნიკოლა სარკოზის ემეს რა ქვია ახალგაზრდული ფრთის მისი პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე ამბის ლილის ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დამთავრებული და თავისი საადვოკატო ფირმა აქვს და თავისი საადვოკატო კანტორა აქვს რომელიც ზუსტად აი ეს უძრავი ქონებაზე არქიტექტურაზე ამაზე მე ძალიან ბევრ ჩემ კოლეგებს ვიცნობ ჟურნალისტებს რომლებსაც ტექნიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული სპეციფიკის მიხედვით ამბობ შენ იმიტომ რომ მოიტანა უკვე განვითარებამ რომ აუცილებლად ჭირდება ვთქვათ ინჟინერიას თავისი სამართლებრივი მომსახურეობა ჭირდება ჟურნალისტიკაც კი ამის მიხედვით შეიძლება იყოს რომ არის სამართალში ორიენტირებული არის იმიტომ რომ ჩვენთან მაგალითად CSCO-ზე როცა მიდიოდა ლაპარაკი და საარჩევნო იურისდიქცია განსხვავებული თემატიკაა
განსხვავებული იურისტები ჭირდება. არ გამოდგება არც მოსამართლე გამოდგება, ზოგადი მოსამართლე. თუ არ იცი ამას ამბობ შენს და გეთანხმები. რატომ ართმევ კაცო ამას? გამოშიგუნა ხდება ხო ფაქტიურად რა და მე როგორ იცი ხა გიორგიც ამბობდა. მე თვითონ იმისი არ იყოს აბატონო გაკოტრდება, საშუალება აღარ ექნება და მე ბოლოს და ბოლოს თვითონ იტყვიან არ გვინდა ბატონო გავყიდეთ და ალბათ ამ მდგომარეობამდე უნდა მივიყვანოთ. დაპირგვით რა კაცო იქო ესენი შენობები გამოთავისუფლდებაო და იმას მოვკიდებთ ხელსო და რაც არ იქნება ანუ ტექნიკურ სასწავლებლად დატოვეს. ეხლა როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ 80-იანი და 70-იანი წლების თუნდაც გასული საუკუნის ემაზე გეპეიზე მაშინ არ იყო ესეთი ამის საჭიროება. ეს ყველაფერი ხა დღეს მე ჩვენი დათოს ემას ვკითხულობდი წერებს ვკითხულობდი დათო სწორ ისეთ რაღაცებს წერს დათო აი ეს რა ქვია დათო თან მოურავ ჩვენ ხო აი რომელიც მე ახლა როგორ ჟურნალისტ თუ სპეციფიკური განათლება არ მაქვს ჟურნალისტიკაში მიღებული იმ საკითხზე მე ვერ ვიმსჯელებ და ვერ ვგებულობ. ამას ჭირდება თავისი სპეციფიკური იურისტიც, ეკონომისტიც, ფინანსისტიც და იმიტომ რომ 21 საუკუნემ დიფერენციაცია მოიტანა სფეროების და საჭიროება გახდა ამა თუ იმ დარგის ვიწრო სპეციალისტების ჩამოყალიბების და ჩვენ როგორ ვაკეთებთ ამას? ეს რა ქვია გააუქმებენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტს და მორჩა დავით ხელმწიფე იმის მაგივრად რომ ახალი ტექნოლოგიები შემოიტანონ იურისპრუდენციის ფაკულტეტზე ახალი სამართალდამცველები შეიძლება აი იურისტები ესა რა ქვია პროკურორები რომლებიც სწორედ ამ საკითხების გამოძიებით იქნებიან კიბერუსაფრთხოების იმაზე იქნებიან ესა რა ქვია სპეციალიზებულები და ამათმა დაიბანეს ხელები და იმას ვაუქმებო კაცო და რაც დარჩება გავყიდით ესეთი რამე გოჩასა და გიორგი სადმე გინახავთ ადამიანებო როგორ არ გვინახავ საქართველოში სადმე რა მაგარი ქვეყანა ვართ ახლა ვხედავთ პროფანაცია ყველაფრის ხო აი ხანდახან გეუნები აი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ არა თუ რაღაც დიდი გონო არითმეტიკის დონემდე რაღაცები არიციან ადამიანები ელემენტარულ რაღაცებს ვერაბავენ მიზეს შედეგობრიობიდან ვერ გამოდიან და ასეთი ადამიანები ყავს ჩავაბარეთ ხელისუფლება და თანაც ვამბობთ რომ ბიჭო ესენი გვირჩევნია იმიტომ რომ ისინი რომ მოვიდნენ აი ამაზე აეწყო ქართული საზოგადოება რა დღეში ვართ ნუ არ ვიცი ამას დიდი ტრაგიზმი მე აი ამ მირაისინი უნდა მოვიდნენ განათლების მინისტრი ყავს კაცი რომელიც საქმეებს აგერ მე შენ და გიორგის გვაქვს მიტანილი ემაში რა ქვია ევროსტრუქტურებში შორტსასვლა რადგინდა ახლა კაცი რომელიც ციხის ბუნტის ერთ-ერთი მთავარი ეს იყო რა ქვია შემოქმედდა შემსრულებელი ვიღა უნდა მოვიდეს ვის მოსვლას ველოდებით მიშა სააკაშვილის არ მოვა მიშა სააკაშვილი ყველაზე დიდი უბედურება იცი რა არის რომ ანტიკრიზისული საბჭო შეიქმნას ამ საბჭოში უნდა შევიდეს მართველი მთავრობა და მათი კონსულტანტები ანუ ის ხალხი უნდა შევიდეს ანტიკრიზისულ საბჭოში რომელმაც დააქციეს ქვეყანა ეს არის აბსურდი ნუ პარადოქსია მაგრამ საოცრება აი არ ვიცი ამას უკვე რაღა დავარქვა არ ვიცი მე ხა გამოსავალსაც რო ვფიქრობ ხო გეუბნები ეს არ არის ჩემგან შეიძლება ემოციურად დღესაც ისე ვთქვი ერთადერთი მე რასაც უყურებ ხო აი როგორ უნდა მოვახდინოთ იმ ადამიანებმა გაიგონ რომ მათზეა პასუხისგებლობა ვიზეც სინამდვილეში მე ამ შემთხვევაში გულისხმობ ელექტორალურად დგას ქართული ოცნება ეს ის ადამიანები არიან ჩვენი სამეგობროც არის ზოგი საახლობლო სამეგობრო ეს ადამიანები რომელთაც ყოველდღიურად ხვდებით მათზე დგანან და მათ ერთი რამეა მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით ალტერნატივას. კი ესენი ანგრევენ ყველაფერს, მაგრამ ხო შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოს და აი ამ ადამიანებზე სინამდვილეში თუ ეს ადამიანები არ დაიძვრნენ, არ მოხდა ყველასი ერთად დაჯდომა იმაზე რომ აი ბოლოს და ბოლოს შევთანხმდეთ რომ მართლაც რა კიდევ ვიძახი დავანებოთ თავი გუშინის მომწონდა არ მომწონდა ისეთია თუ ესეთია. დღეს დგას საკითხი ქვეყნის გადარჩენაზე. ნუ ასეთი რამე მე არ მეგონა რომ 3-10 წლეულის მერე თუ ეს დაუდგებოდა ამ ქვეყანას რომ ჩვენ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და გადავრჩებით თუ არა იმიტომ რომ ფაქტობრივად მეცნიერების გარეშე განათლების გარეშე დემოგრაფიის გარეშე აი ამ ეკონომიკის მეტი რა არის ქვეყანა კაცო
ხო მეტი რაღა დარჩა რა მაშინ რა მშვიდობა და რომელ მშვიდობაზე მელაპარაკებიან მშვიდობა ქვია იმას რომ შვილები გაგირბის ქვეყნიდან მიდის სამსახურში და დაკარგულია ის შვილი სამსახური იპოვა სადღაც ევროპაში ამერიკაში იმიტომ რომ აქ ვერ ნახა და იქ თუ ააწყო აქ ისე დაიქცევა კიდევ აქ ჩამოსვლას არაპირებს და მე მეტი რა დაკარგე შვილი და ხო აი მე არ ვიცი რა უნდა იყოს რის ფასად იმაშვებიან ეს ადამიანები რომ მათზეა ეს პასუხისგებლობა კაცო ეს იმ ადამიანებს გეუბნებით ვიზეც ქართული ოცნება თქვენზე დგას თქვენ სწორედ თქვენ იმ ადამიანებზე დგას და ამბობს რომ მე უმრავლესობის აზრს გამოვხატავ მე ლეგიტიმაცია მაქვს ხო გავაგებინოთ ამ ქართულ ოცნებას გავიგე რომ შენ ლეგიტიმაცია გაქვს იმ აღარც იმაზე მოგზდებ კაცო ხმის რაოდენობა გააყალბი არ გამოაყალბი ბიჭო ხო არის მე 800,000 რომელმაც შენ არ მოგცა ხმა იმათაც ხო აქვს ლეგიტიმაცია ის ხალხი ხო არსებობს ამ ქვეყანაში ხო ამ ადამიანების ინტერესი ვიღაცამ ხო უნდა დაიცვას ხო საჭირო არის რომ დავსხდეთ ერთად რაღაცაზე დავიწყოთ დალაპარაკება კიდევ ერთხელ ვამბობ რადგანაც არ არის სისუსტე როდესაც უკან იხევ ეს ძალიან ბევრ ომში იქნება ეს თუ ნებისმიერ საქმეში უკან დახევა ხანდახან სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია გამარჯვების ტოლფასია ხანდახან უკან დახევაც ბიჭო გაანძრიეთ რა თავი რა თუ ერთ რამეზე შეგიძლიათ უკან დახევა თქვენ ადამიანებო არაბიზაციაზეც დაიხიეთ უკან თვით რომ აქაც ცდომა მოგივიდათ ის რასაც ახლა ჩოლაპარაკობთ ნუ კი გამოშიგნავთ ამ გპ-ის კაცო კი ფული იქ როგორ ჩაიდოს ამაზეა საფიქრალი იაფი ფული რო შეგპირდი იაფი ფული მარტო თქვენთვის ხო არ არის იაფი ფულია იმიტომ რომ ბიუჯეტის ფულს იყენებენ ახლა ობლიგაციებზე ლაპარაკობდა გიორგი ის ვისი გადასახდელია ელემენტარულად ავიღოთ ახლა მე არ ვიცოდე კიდე დათოს წერილიდან გამოვდივარ იმიტომ ძალიან შტაბეშტილების ქვეშ დავრჩი როცა წავიკითხე ეს ხო იმდენი სიახლე გავიგე რომ თურმე IT ტექნოლოგიებში და რაღაცა ახლა ჩემთვის სრულიად ახლა გამოცდილი ჟურნალისტი რომელსაც 40-45 წელიწადი მაქვს მუშაობის სტაჟი ხო ისეთი სიტყვები გავიგე რომელიც ისეთი ფორმულირებები რომელიც მე არ ვიცოდი და არ შეიძლება იცოდეს ჟურნალისტმა რომელიც მუშაობს ევროსტრუქტურებში რომელიც მუშაობდა აქამდე ომში ამას ჭირდება სხვა სპეციალისტები ჭირდება ეს რა ქვია მარტო IT სპეციალისტები კი არ ჭირდება იმას ჭირდება ამისი საინჟინრო არქიტექტორები იმას ჭირდება ამისი იურისტები ჭირდება იმას თავისი სპეციფიკა აქვს იმას ადვოკატები ჭირდება ამისი კრიმინალი რომ მოხდეს კიბერკრიმინალი იმისი სპეციალიზებული იურისტები და გამომძიებლები ჭირდება ამას ჭირდება ჟურნალისტები რომელმაც ეს ვიწრო სპეციალობა იციან და ამას მოგვიყვებიან ჩვენთვის გასაგებ ენაზე ხო და ჩვენ ამ დროს რას ვაკეთებთ ხო რა ვინ მიცა ამას რა ქვია ხელისუფლება საერთოდ უფლება ამა თუ იმ უნივერსიტეტს განუსაზღვროს რა ჭირდება მას და რა არ ჭირდება კონსტიტუციურად თან მიცემული გაგავს ეს უფლება იმას რა თქმა უნდა ეს ჩაულებრე პირველად ინგლისში რიჩარდ ლონგულის მამამ მისცა დამოუკიდებლობა იმას რა ქვია უნივერსიტეტს და მე რექტორი აუჯანყდა რაღაცაში არ დაეთანხმა და შევლემმა უთხრეს რომ ერთი რომიეც ეგ დამოუკიდებლობა დავაი წავართვათ ისე უკანო გადაერიეთო ის რაც მიცემულია იმაზე ხელისხლება როგორ შეიძლებაო მიუხედავად იმისა პირადად მას შეურაცხყოფა მიაყენეს ახლა ის არეულ კაცი იყო ხანერთი ცოლი მოყავდა ხანის მაგრამ ისიც კი ასე გააუქმა კაცო იმიტომ რომ ჩაერივნენ მისი ოჯახის ამბებში რა ქვია კათოლიციზმი გენრიხ მერვემ გააუქმა ნუ ანგლიკანური მასე ბოლენზე ვერ ქორწინდებოდა და ანგლიკანური ეკლესია მერე შექმნეს ასე რომ რატო ვამბობ ამას ამათ თავიან თავს აი რის უფლება იმის გამო რომ კომპეტენტური არა და განათლებული ხლა ურთიერთობა რაც მქონია გიორგისაც მქონია ხო ხლა პარლამენტში ქონდათ ეს ურთიერთობები ბიჭო ნორმალური ადამიანები შტაბეშტილებას ტოვებენ და არიან ნორმალური ადამიანები ხანდახან ვფიქრობ კი მაგრამ ნუ მართლა რაღაცა აი რა ემართებათ იმ ადგილზე იმ სკამზე იმ სიტუაციაში ადამიანებს რომლებიც უკვე აი გუში რო შედარებით ნორმალურად აზროვნებდა რატო უნდა დაგემართოს ძალაუფლება რა საშინელება ეგეთი რომ მე უკვე ვფიქრობ რომ რასაც მე ვფიქრობ რაც მე მოვიფიქრე ეს არის საუკეთესო ვარიანტი სხვა ვარიანტის განხილვა არ მინდა აი რატო იღებ მე საკუთარ თავზე ესეთ რაღაცას და რატო ვფიქრობ რომ ერთადერთი და განუმეორებელი შენახარ ამ ქვეყანაზე ხო
რაღაცა გადაანაწილე რა დაჭექი რა რატო ფიქრობს და თუ შენ ხარ ჩემზე უკეთესი მაშინ შემადგენლოს უნდა იჯდე რატო ვერ ზიხარ რადგან მე ვზივარ აქ ესე იგი მე ვარ შენზე უკეთესი ეს სულელური აზროვნება ზუსტად ღუპავს ჩვენს ქვეყანას ასე შეიძლება იფიქრო როცა კერძო ბიზნესში ხარ შენ თქვა რაღაცას ზოგადად ვინც დღეს არის ხელისუფლებაში მე გარწმუნებ რომ ხალხს ესენი არ აურჩევიათ თავიდან 2012 წელს რომ ბიძინა ივანიშვილის გაყვა ხალხი ეს იყო 2012 წელს და მე ვისაც ნიშნავდა არც მარგველაშვილი უნდოდა ხალხს არც სალომე ზურაბიშვილი უნდოდა ხალხს პრემიერ-მინისტრებად ყველა ვინც დანიშნა ხალხს საერთოდ არ უნდოდა და არც ხალხის არჩეული იყო პარლამენტი ნიშნავდა მხოლოდ იმიტომ რომ ერთ კაცს უნდოდა რომ ის ყოფილიყო ჩვენ გვახსოვს ხო მარგველაშვილის არჩევნების დროს ხალხი რო ამბობდა რომ ვინ არის არ ვიცნობ და რაღაც და თუ არ აირჩევთ მე ძალიან მეწყნე საერთოდ წავალ პოლიტიკიდან და ვითომ ხალხს შეეშინდა და რაღაც აბსურდი მარგველაშვილზე გაგვეწუდა კაცო თუ არ აირჩევთ ეს არა ამას ვამბობ ზუსტად მე დავიყურა და წავალ სახში სამაგერო დღეს აღმოჩნდა რომ რა ვიცი ძალიან ცუდი კაცი ყოფილა მარგველაშვილი ძალიან ცუდი ქალბატონი ყოფილა ზურაბიშვილი ძალიან ცუდი ყველა პრემიერ-მინისტრი იყო აქამდე ვინც იყო ყველა იყო ძალიან ცუდი და აგერ ბოლოს დაიჭირეს კიდევაც ორჯერ პრემიერ-მინისტრად ყავდა ღარიბაშვილი და დაიჭირეს ჩასვეს და ზუსტად ამას ვკითხულობ თა პირველად რო იყო პრემიერ-მინისტრი მაშინ დააშავა მაშინ კარგი იყო მეორედ რო დამინიშნე ესე იგი კაცი იყო მართლა რაღაც რეფორმისტი ხო და უკეთეს რაღაც სიკეთე მოუტანა ქვეყანას ამიტომ ჯერ პირველად რატო გაუშვი თუ კი კარგი იყო რატო გაუშვი თუ კი ცუდი იყო მეორედ რატო მოიყვანე და საბოლოო ჯამში პირველად რო იყო ვერ დაადგინე რა მიმართულებები ქონდა სისუსტეები მე მაგალითად არ მჯერა რომ თქვა ღარიბაშვილი წავიდა ივანიშვილის წინააღმდეგ არ მჯერა მე ვამბობ რომ აქ არის ორი კლანური დაპირისპირება ოღონდ ბიძინა ივანიშვილის გარეთ ანუ განა ბიძინა ივანიშვილის კლანთან არა ორი სხვა მანდ სხვადასხვა პატარ-პატარა კლანებია ხო ანუ ასე ვთქვათ აი იქ დაჯახება მოხდა და გაწირეს ღარიბაშვილი მაგრამ სხვა რამეს ვამბობ ხალხს ამას როს თავაზობ ой ჩვენ კორუფციას ვებრძვით ბიჭო როგორ ამდენჯერ აირჩიე ამდენჯერ შემომთავაზე და მეუბნებოდი რომ საუკეთესო პოლიტიკოსები არიან საუკეთესო სპეციალისტები არიან თავიანთი საქმის და გადის პერიოდი და ყველაზე მეუბნები რომ ნახე რა ცუდები არიან ნახე რა მოღალატეები არიან რა კორუმპირებულები არიან და ასე შეიძლება ყველაში შეცდე საოცრებას აკეთებენ ახლა გიორგი გახარიას ესა რა ქვია უყენებენ ბრალდებას რომლის გამოც თვითონ ნათქვამი რომ ამან ის ესა რა ქვია 20 ივნისის მოვლენებიო განეიტრალა და ღირსი არის ღირსეული კანდიდატურა არისო ეს რა ქვია პრემიერ-მინისტრობის და დღეს ეუბნებიან 20 ივნისის მოვლენებზე შენ დამნაშავე ხარ 11 წელი უნდა წახვიდე ციხეში ახლა ან მაშინ იყავი მარტყუარა ან ახლა ხარ მარტყუარი ხო აი გამაგებინეთ რა ესა რა ქვია იმ ჩორჩანას ემაზე რომ ემაშვებიან რა ქვია ბრალდებენ ემას რა ქვია გახარია და სულყანამ არ ვიცოდი ესე იგი აღმოჩნდა რომ გახარია გაფრინდა გადაფრინდა იქ ისი აიტანა ესა რა ქვია ზურგზე მოკიდებული ქონდა ეს საგუშები ცემენტი და არავინ არაფერი არ იცოდა და ახლა აღმოჩნდა რომ ესა რა ქვია გაიყვა ხო ნუ აი რაღაცა აბსურდის დონეზე მიდიან ესა რა ქვია გიორგი და გოჩა აი არ ვიცი ამას რა დავარქვა უკვე რა არაფერი ამას ქვია ძმაო მე ვარ და ჩემი ნაბადი ანუ რასაც მინდა იმას ვაკეთებ გეოვნებ პასუხს ასეთი პასუხი გაგეცი არ თვლი რომ ლოგიკური პასუხია ეგ შენი საქმეა ხო მე შენ გითხარი რომ აესია დღეს არის ცუდი ვიცოდი თუ არ ვიცოდი მაშინ გეოვნებოდი რომ კარგია დღეს გეოვნები რომ ცუდია უნდა რასაც გეოვნები უნდა მიიღო ხვალ გეტყვი რომ კარგია უნდა მიიღო ზეგისევ გეტყვი რომ ცუდია უნდა მიიღო ზედმეტ კითხვებს ნუ დასვავ თუ სვავ ზედმეტ კითხვას ესე იგი ეწინააღმდეგე სახელმწიფოს მტერი ხარ უნდა წახვიდე ციხეში მორჩა მარტივია ყველაფერი კანონი უნდა მივიღოთო ვით ჩემ ლეგიტიმაციას არ ემაშვებაო რა ქვია აღიარებსო ის იქნება და დამნაშავებო
გოჩა, შენ მაინც ხო იცი, ისრაელში მთელი, აი ნახევარი იერუსალიმის ესა რა ქვია, დათიმი ებრაელები, ისრაელის სახელმწიფოს როგორც ასეც არ აღიარებენ. არა მარტო მთავრობას არ აღიარებენ. ისრაელის სახელმწიფოს არ აღიარებენ. ყველა ჩვენ ესა რა ქვია, ულტრა მემარცხენეები საფრანგეთში, რომლებიც აი თაობიდან თაობაზე არ აღიარებენ საფრანგეთის εμას რა ქვია, სახელმწიფოს შარლ დე გოლის მიერ εμას რა ქვია, მეხუთე რესპუბლიკას არ აღიარებენ. აი არიან ეგეთი ტიპები და არ აღიარებენ, მაგრამ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, მაგრამ მე აღარ აღიარებენ. არიან ეგ, ნუ აი რა ვქნათ ახლა და ეს გეუბნება რომ გინდა თუ არა მაგიარეო. შენ ამბობდი ახლა რომ 800,000 კაცი დარჩაოთ რაღაცა რომელსაც ამ თავრობისთვის ხელისა რა ქვია არ მიუწია ხმა რას ვეუბნებით იმად? ან ციხეში უნდა გაგუშვა რა მე არ მაგიარე? ეგ არის. არა, თან ამბობენ რომ 3,700,000 კაცი ცხოვრობს. გამოაკელდი 800, გამოდის 2,900,000. აქედან ბავშვები კაი 1,900, ნუ 2,000,000 მაინც ციხეში უნდა წავიდეს. რადგან სხვა ოპოზიციურ პარტიებშია და არ აღიარებს. კეთილი ზარია ეთერში, შემოუშვით. დიახ, მოგესალმებით, შემოგვიყვება. მოგესალმებით. საქმე რაშია ისე? გული მტკივა. საქართველოში ძალიან ბევრი სიტყვა ძალიან არის აღმატებული ფორმით. ძალიან ბევრი წვიანი, უწვიანესი, კარგი ხალხი ყავს. საქმის მცოდნე, გამოცდილების მქონე, სამშობლოს მოყვარულები და არ მიეცათ ამ ხალხს გზა, რომ ჩვენ ქვეყანას გამოადგეს და აიდანგრეული ქვეყანა აგვიშენოს. რა ხდება ხალხო? ადამიანი ანგრევს ყველაფერს, რაც არ ეშნის და რასაც მისი ინტერესი ვერ ხდება. ამას აკეთებს არასრულფასოვნების კომპლექსი, რომ ამაგეს პატარა ამაღლებას ქართველი ხალხი და ეს პატარა კაცუნები რომ დეთანამდებობაზე მოხდნენ. აი, მათ შეიძინეს ის ტონა, აი ამაყური ამბები და ეს სტრუქტურაში რომ ხარიყო და ოში კიდევ არ აგუშავდა. ყველა შიჟამეიჟრა 25 წლის 28 წლის გოგოები, ბიჭები საქმის არ ამწოდნე კაცური თავისი მათი დაფერია ვინა რა და ჩავალეთ ამხელა საბასუხებლო საქმე ჩვენი ქვეყანის დეჟირბალი შეთხია ბოლოს რა იქნა ქართველო ადამიანო ქართველო ხალხო თქვენ გეიგონეთ კარგად თქვენ ყველანი დღეს განის კაცები ხართ იარაღი ხეში ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად თქვენ უკან დასახელით ჯაი არ გვაქვს ისო გაერთიანდით რა უნდა ამას გაერთიანების პრინციპი არსებობს ძალა ერთობაშია თქვენ მაგი ვერ მოახერხებთ და ზუსტად აქანე იპოვა მთავრობა მაკირევსკის კურსლი დასწრილები რომ ვაცა ერთმანეთი ებეკარები აღარ სარგებლობს რატომ ვერ ხდები ადამიანო დღეს კი ხარ საჯარო მოხელე უია ქეფათია მე საფერს არ ნიშნავს ეს ქვეყანასთან თუ რა ვქნა სალამი ხარ მადლობა თუმცა ქალბატონს ვეტყვი რომ მე გაერთიანებაში დიდად ვერ ვხედავ ამას რა ქვია რაიმე მნიშვნელობას კაი გავერთიანდეთ მე რა ვშვებით საერთოდ სხვადასხვა პოლიტიკური წამსის და მიმართულებების გაერთიანება არასოდეს არ ყოფილა შედეგიანი არა გიორგი აქ მიზნობრივ გაერთიანებაზეა საუბარი და არა იდეოლოგიურ გაერთიანებაზე ანუ ყველა უნდა მიხვდეს რომ არ უნდა მისცეს ხმა ამ პარტიას თქვათ იმიტომ რომ ესენი ღუპავენ ქვეყანას აი ამაზეა საუბარი მიზნობრივ გაერთიანებაში აქედან არ მესმის მაინც ეთერიდან მაშინ მოდის ხო? კი ბატონო, მაგაში ვეთანხმები, თუმცა თორე როცა გვეუბნებიან ხოლმე რომ გაერთიანდით, კარგი გავერთიანდით. ეხლა ჩათვალე რომ არჩენ არც მე და არც გოცას იმ ხალხთან ვინც ლიბერალობაზე დებს თავს, ესეთი გაუცხოება და ესეთი არიქა რომ მეგობრები არ ყავს უთყვილი ამბავი იქნება და შესაძლებელია რაღაცა
შეხების წერტილები არის და არსებობს და იმიტომ რომ ქვეყანა როცა ქვეყანაზე მიდის საუბარი და ამაზე ხო მაგრამ როცა იდეოლოგიური აცდენილი იდეოლოგიებს შორის მიდის ხოლმე გაერთიანება არასოდეს არ ყოფილა ესა რა ქვია თუმცა აგერ ავიღოთ გერმანიის მაგალითი ხო არის ხოლმე როცა კოალიცია იქნება კოალიციაში შედის ულტრამემარჯვენე და დაცხებული ხა ულტრამემარჯვენე არა მაგრამ მემარჯვენე და მემარცხენე ესა ხო რომელიც მე რაღაც 6 თვეში 8 თვეში იწვევს εμას რა ქვია კრიზის და იშლებიან კრიზის და ემას ხო ამიტომ კი ბატონო მეც ახლა კოალიციების მომხრე ვარ და ბელგია ავიღოთ ხო ბელგია 500 დღე იყო ზუსტად იმიტომ რომ არჩევნებში ისე მოხდა რომ რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიების წარმომადგენლები გავიდნენ და მათ მითხრეს რომ ჩამოაყალიბეთ მთავრობა ხო ნუ ძალიან ძნელი იყო იმუშავეს 500 დღე და ვერ შეთანხმდნენ და მე კიდე კაი ელიო რუპო გამოჩნდა სოციალისტი რომელმაც თქვა რაღაცნაირად გაებასა მოახერხა თუმცა ევროპა მაინც ევროპაა და ისინი ყოველთვის ყოველობენ კონსენსუსს ჩვენ სამწუხაროდ ჯერჯერობით შორსა ვართ ყველა შენ ახლა პოლიტიკურ კულტურაზე ნუ ისაუბრებ ევროპულზე და ქართულზე ახლა გვესმის ჩვენ პოლიტიკური კულტურა ვერ ჩამოვაყალიბეთ ჩვენს მივალთ მაგდონეზე რომ აი პოლიტიკური კულტურა ჩამოვაყალიბეთ აუცილებლად მივალთ როცა ვისწავლით კანონების დაცვას და არა გადაკეთებას ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში მაშინ ჩამოყალიბდება პოლიტიკური კულტურა კი გახსოვს გოჩას ზვიადმა თქვა რომ დემოკრატია ეს არისო კანონების დიქტატურაა და გამოვარდნენ ესე და ეძახეს რომ ეო თუ არა დიქტატურაზე ლაპარაკობსო და ამ დროს როცა ევროპაში წავედი და ნახე მართლა კანონების დიქტატურაა დემოკრატია რა მე სწორია შენ ემორჩილები კანონს კონკრეტული კანონი როგორც შენზე მოქმედებს ისე მოქმედებს სხვაზე და შენ როდესაც კანონს არ ღვევ შენ იცი რა მოყვება ამ დარღვევას და იცი რომ ისიც თუ დაარღვევს რა მოყვება ამ დარღვევას მაგრამ თუ მე ვიცი რომ აი ამ კანონს ვიცავ და არაფერი არ მემუქრება და უცბად აღმოჩნდება რომ თურმე შეიძლება ამ კანონის დაცვითაც კი მე რაღაც დამემუქროს უკვე კანონების მიმართ ნდობა იკარგება როცა მე ვიცი რომ კანონს მთელი ჩემი ცხოვრება კანონს ვიცავდი და ერთ შვენიერ დღეს იღვიძებ და გეუნებიან რომ ახალი კანონია მიღებულია თურმე დღეს თქვა ბარდიურებზე არ შეიძლება აქციის ჩატარება მთელი ცხოვრება ვიცოდი რომ შემიძლია ყველგან დავდგე თუკი ვაპროტესტებ რამეს შემიძლია დავდგე ყველგან დღეს მეუნებიან ბარდიურზე არ შეიძლება ხვალ მეტყვიან რომ მარტო შაბათ-კვირა შეგიძლია მოაწყო აქცია ზეგ მეტყვიან რომ წელიწადში 2 დღე უნდა აირჩიო მასიკ და ანუ ამაზეა ზუსტად საუბარი რომ კანონები ისე იცვლება რომ დემოკრატიაზე ვერ ისაუბრებ და კანონის დიქტატი არის სხვა და ხელისუფლების დიქტატი არის სხვა და ამის გარჩევა უნდა ვიცი. როდესაც ესეთი კანონები შემოდის იქ საერთო განხილვაზე მიდის ხოლმე. აი ხა მიდის ზუსტად საფრანგეთზე ტელევიზორი გამოთო უყურებდი. საფრანგეთის პარლამენტში მიდის ძალიან დიდი დებატები მარსელში რომ კრიმინალმა მოიმახა მარსელი ისედაც ოდითგანვე ისტორიულად კრიმინალური ქალაქია ხო კრიმინალური ქალაქია ხო? აი კამერების დაყენებაზე მიდის საუბარი რომ εμასა და ხალხი ამბობს რომ იცი რა კი ბატონო დავაყენოთ მაგრამ ეს ხო არ დაარღვევს ადამიანის უფლებებს იმაზე რომ იქ მისი დებატები მიდის დაწმუნებული ვარ რომ ამას მიიღებენ საღიას მართლა საჭიროა ხა პოლიცია გამოდის ამბობს რომ მართლა საჭიროა იმიტომ რომ თუ ჩვენ გავიზარდეთ კრიმინალის გავიზარდა გაიზარდა თუ ჩვენ ვისწავლეთ IT ტექნოლოგიები იმათმაც ისწავლეს ეს IT ტექნოლოგიები გამიგე და ამიტომ არის საჭირო რაღაცა მაგრამ დებატები მიდის ამაზე. როდესაც შენ კანონის შემოგაქვს ისეთი სულელური რომ ესა რა ქვია თურმე მასე ტროტუარზე დგომა არის დაჟადი ესა მე უკვე ევროპა რატომ ლანძღავს აბსურდში ნუ ჩავარდებით ხალხო რა გჭირთ რამ გადაგრია კაცო ჩვენი კონსტიტუციური უფლება არის პირდაპირ გვიწერია რომ შეკრების თავისუფლება გვაქვს ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია შეკრების თავისუფლება მოყოლებული 1921 წლის კონსტიტუციიდან
რომლის დღევანდელი სახელმწიფოებრიობა ზვიად გამსახურდია დღიდან, როცა ზვიადმა ესა რა ქვია, დამოუკიდებლობა აღადგინა, იქ შავი თეთრზე წერია იქ, რომ ჩვენ ვართ 2000 დამოუკიდებელი საქართველოს მიერ მიღებული კონსტიტუციაზე დაფუძნებული, ხო ის აღვადგინეთ. და როდესაც ჩვენ მე დღეს ასულელო რემას ვემაშები, რა ქვია, მე მეუბნები, არ დაგემორჩილები და მე გიყვეს რომ აღარ გემორჩილები, კაცო. არა, თუ არ ემორჩილები, პირდაპირ ციხეში მიდიხარ. ეს დამოურჩილებლობის მოძრაობა რო იყო ადრე, ხო, ანუ ჩვენ არ ვემორჩილებით ხელისუფლებას და რა. კი, სააკაშვილის პერიოდშიც კი მუშაობდა, ბიჭო, კარვების ქალაქი რო გაიშალა რუსთაველს გახსოვთ, ხო, მე მაშინ ციხეში ვიჯექი. ხო და რო გაიშალა. კურორტზე დადებოდეთ მაწვილობ. დიახ, კურორტზე ვიყავი, კი ბატონო, ხო და სააკაშვილის პერიოდში ეს დამოურჩილებლობა ხალხის მხრიდან აღქმული იყო როგორც პოლიტიკური აქტი. დღეს ეს არის კრიმინალი, რის გამოც შენ მიდიხარ ციხეში, იმიტომ რომ თუ ეს არის პოლიტიკური აქტი, მაშინ პოლიტპატიმარია და შენ არ აღიარებ რომ შენ ხავს პოლიტპატიმრები. შენ ამბობ რომ ყველა ვინც მყავს ციხეში, ყველა არის დამნაშავე კრიმინალი, მან დაარღვია ან ადმინისტრაციული კანონი, ან დაარღვია სისხლისამართლის კანონი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ არც სააკაშვილი აღიარებდა პოლიტპატიმრებს, არც ეს ხელისუფლება აღიარებს პოლიტპატიმრებს და რის გამოიჭერ ბარდურზე რო დგას ადმინისტრაციულია თუ სისხლისამართლეა. ჯერ რა თქმა უნდა გაჯარიმებს ადმინისტრაციული კუთხე, მერე გიჭერს და გსვავს ციხეში და ისმის კითხვა, შენ კი გამოუშვი კანონი და პარლამენტმა დაამტკიცა, მაგრამ რეალურად, აი ბარდურზე რო დგავარ, კანონი დავარღვიე, მაგრამ რით დავაზიანე ქვეყანა? რატო მიიღე ეს კანონი? იმიტომ რომ კანონი უნდა მიიღო შენ ისეთი, რომ მე დამაკავო ან დამაჯარიმო, თუ მე ვაზიანებ ქვეყანას, ვაზიანებ ქვეყნის ავტორიტეტს. ბარდურზე თუ ვაპროტესტებ, თქვა და ტროტუარს არ ვეხები, შემიძლია, მაგრამ ტროტუარზე თუ დავდექი, შეურაცხყოფა მივაყენე ქვეყანას? ანუ მე დავარღვიე რა, მაგას ვერ ხსნიან. რატო მიიღე შენ ასეთი კანონი? იმიტომ რომ კანონს ყოველთვის ახსნა მოსდევს. მოქალაქეებში უშალე ხელი გადაადგილებაში. როგორ? მოქალაქეებში უშალე ხელი გადაადგილებაში. ხო, მაგრამ შეიძლება სამი კაცი იდგეს ტროტუარზე, ამ დროს არ უშლიდეს არ პრო სამი კაცი იდგეს, ხო? და შენ მაინც იჭერ. თუ გადაკეტავ გზას, გასაგებია, გზა გადაკეტე, თქვა, შეფერხება მოხდა, ფსიქოლოგიურ ტრავმას ღებულობს. დაჭერაც კი არ შეიძლება ამ დროს, დააჯარიმო მხოლოდ. არც ერთ ქვეყანაში მაგის მეც გეტყვი, გოჩა, მე გითხარი, მე მგონი, ხო? ანუ ჩრდილოეთ კორეას ვამუშავებდი ინტერნეტში ინფორმაციას და რამოდენიმე ფაქტი ვნახე და ჩრდილოეთ კორეაში ჩვეულებრივად შეგიძლია ჩაატარო აქცია ერთადერთი რა არ უნდა შეეხო მართლობას, ანუ მართლ პარტიას და მის ლიდერს არ უნდა შეეხო. რა თემაზეც გინდა ჩაატარე აქცია, ბარდური იქნება, ტროტუარი, არ აქვს მნიშვნელობა, სადაც გინდა დადეკი, გადაკეტე გზა. ანუ მე რო გავაპროტესტო ეხლა რომ კვერცხი რო 4.5 რაც გინდა გააპროტესტე, არ შეეხო ლიდერს, მორჩა. და სადაც გინდა დადეკი გააპროტესტე. ჩრდილოეთ კორეაში. წარმოიდგინე. აი ეგ ხო სასაცილოა. მაგრამ ნახეთ ინტერნეტში იძებნება ეს ინფორმაცია. თავარია ლიდერის ოჯახის წევრებს, მართლ ჯგუფს არ შეეხო, დანარჩენი მერმა რაღაცა დააშავო, თქვა ქალაქის ხელმძღვანელმა არ მოგწონს, გამოდი თქვი, დაიჭერენ იმ მერს იმ საწყალს. თუ კი რეალურად მართლა ასეა. თავარია იმ ზედა იმას პირველ პირს არ შეეხო. რაღაც იქ რა ქვია რაღაც სავაჭრო ადგილები იყო და აიღეს ეს სავაჭრო ადგილები. ატყდა ერთი ამბავი, მოაწყეს აქცია, ის მოხსნეს, ვინც მართავდა ამ სიტუაციას, თვითონ ამათ დაუბრუნეს, შეულებრივად დადგნენ, ისევ გააგრძელეს ვაჭრობა. აი წარმოიდგინე, ჩრდილოეთ კორეაზეა საუბარი, ხალხო. კარგად ის რასაც ჩვენ გვაჩვენებენ, რომ იქ დიქტატურა, ყველაფერი, მაგრამ არ უნდა შეეხო პირველ პირს. და მის ოჯახის წევრებს და იმ მართლ ძალას. არ უნდა შეეხო. დანარჩენი კი არ არის, რა თქმა უნდა, ისე განვითარებული, როგორც ზოგიერთი ქვეყანა. ხალხს უჭირს ბევრშია ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თავისუფლების ხარისხი ამ კუთხით რო ავიღოთ, რომ შენ აქ ვერ აპროტესტებ ტროტუარზე
შენ და პოლიტიკურ შენ სათქმელს ვერ ამბობ, იმიტომ რომ კანონი გიგზავნოს, იქ ასეთი რამე არ არის. ეხლა მოდი და ილაპარაკე პოლიტიკურ თავისუფლებას. რა დღეში ვართ, რომ ჩრდილოეთ კორეაზეც კი ესენი შვედეთს ეჭიდავებიან და აგერ გიორგი ჩრდილოეთ კორეა მოიყვანა მაგალითად რა. რა დღეში ვართ ხო ხედავ. შვედეთს ეჭიდავებიან და ნორვეგიას და ფინეთს ბრევიკს ცალკეება ბრევიკმა სასამართლო მოუგო კომპიუტერზე ზარა მაგო. ცდომა არ მაქვს და ის არ მოეწონა ბანანი იყო შელანძღული თან ამის გამო კიდე ადამიანური აი მართლა საოცარი რამე არა ხა ჩვენ კი ამას მართლა სარკაზმი ხანდახან საჭიროა იმიტომ რომ მართლაც ამას სერიოზულობით გული გაგისკდება კაც და მოკვდები რა იმიტომ რომ აი ამ ყველაფერს თუ მართლა ამ ყველაფერს შეხედავ და ამას ჩვეულებრივად ჩათვლი ხო მართლა ყოჩაღ ვინც ვისაც ეს შეგიძლიათ და თან კიდე ხარსაც რო დაუჭერთ და კიდე იმას რო იტყვით რომ აბა ეხლა რა გინდა ჩვენ საომარ მდგომარეობაში ხوار ჩავარდებოდით და აგერ გიორგიმ რომ მაგალითი მოიყვანა. ესე იგი სომხეთი და აზერბაიჯანი რომელიც საზღვარია პირდაპირ ირანის ორივეს საზღვარი აქვს იმასთან ირანთან. ესე იგი იქ ჩადის და იმითო ჩადის თურმე თურქეთი ამ დროს ამბობს რომ არა ნუ მან ვერ ჩავერევით რა მაგ სიტუაციაში და ისრაელმაც კი რომელიც თურქთან არის დაპირისპირებული იქაც კი ოფიციალურად განაცხადეს რომ თურქებიო ამ შემთხვევაში მართალს ამბობენო ისრაელიც კი აი წარმოიდგინე და აქ ამას არგუმენტად მოყავდა ამას იჯერებს ვიღაცა კაცო არა იჯერებს გოჩა თან ახლა საზღვარს თავი დაანებენ იმაზე მეტი აზერბაიჯანელი ყავს აზერბაიჯანის ირანის სომხეთს ამხელა დიასპორა ყავს ახლა თუ რომელიმე რელიგიური ესა რა ქვია მიმდინარეობა არის დაშვებული ირანში ერთ-ერთი არის სომხური ესა რა ორი დეპუტატი ყავს გრიგონიელ სომხებს პირდაპირ და სხვათა შორის იმ ტერიტორიაზე ნამყოფი ვარ ღვინის დალევა ხო ირანში ხო შეიძლება ეს იმ ტერიტორიაზე ღვინო იყიდება კიდევაც დალევაც შეიძლება და ყველაფერი რა სომხეთს ეს ავტონომია ამ საკითხში მიცემული აქვს კი ბატონო და ამხელა გავლენის ესა რა ქვია და ამხელა ესე ურთიერთობები აქვს ირანთან ხა წარმოუდგენელი ან ჩვენთან რო ჩამოვიდეს ესა რა ქვია ვენსი და გითხრათ რატო ჩავერევით ამხელა დიასპორა ყავს ჩვენი პერეიდანელი ქართველების არც ერთი ჭკვან ყოფილი ხა თურქეთი რა თქმა უნდა არ ჩაერევა იმიტომ რომ ამხელა პროვინცია თურქულენოვანი ემაში რა ქვია ირანში რაცო ეს ხო არ ოდა ხალხო რაღაცა სისულელებს მოიტანენ თვითონ დაიჯერებენ და მე გვაჯერებენ ჩვენ ამ სისულელეს და გეუბნება რომ გინდა თუ არა დაიჯეროთ რეალობა სხვა არის ადამიანები სხვა ამაშია უბედურება ჩვენთან იმისი არ იყოს კიდე ჩვენ ხო გინდა არ გინდა მივეჩვიეთ ხო რაღაცა მრავალსვლიან კომბინაციებს ხედავთ რაღაცის გარკვევა გვინდა რაღაცას ეს იმიტო ჩავიდა იქ რომ ალბათ ამას აკეთებს ალბათ ეს იმიტო გააკეთა იმას ბოდიში რომ მოიხადა ალბათ ამას უნდა მოყოლოდა რუსეთთან რაღაცა ურთიერთობების ის ეხლა არაბებთან რომ ჩავიდა ალბათ ბიჭო ეს არაბულს იმას რა ქვია გინდა პუტინი გინდა ტრამპი რაღაცა ავტორიტეტი ამხელა ის არის ალბათ ამას არაფერს ამას არაკეთებენ ხო მარტივი მოკლე პატარა ისინი აქვს ინტერესები იმიტომ ტრაექტორიით რო იფიქრო ხო შეიძლება მართლა ჩათვალო რომ რაღაცას მოძრაობენ თუ არაფერს არ თვლიან საერთოდ შეხედეთ როგორც იმისი რა ქვია გპ-ის და იმის საკითხი მართლა არ იცოდა კაცო მინისტრმა ერთი კვირით ადრე მისულმა რომ ხვალ ეს საკითხი უნდა გამოეტანა ასე წყდება ყველაფერი არ ფიქრობენ ნეტა ფიქრობდნენ ნეტა ასე აზროვნებდნენ რომ რაღაცას გძელვადიან სრულდნენ არაფერი ამ წუთას როგორ გადააგოროს ძალაუფლება შეინარჩუნოს ერთადერთი მიზნით ფულს შოულობს აქიდან დიდ ფულს შოულობენ აი ეს არის ერთადერთი ამოცანა და რავი თუ ვახმარინებთ თავს ასე ვახმარინოთ თუ არა და მართლა დავიწყოთ რა ხალხო იმაზე ფიქრი რომ იმათ მოვთხოვოთ თქო პირდაპირ გეუნებით ჩემს მეგობრებს მოგმართავთ თქვენზეა ეს პასუხისგებლობა კაცო ისინი რასაც აკეთებენ თქვენზეა ეს პასუხისგებლობა იმიტომ რომ თქვენი მხარდაჭერა აქვთ ან მინიმუმ ნეიტრალური დამოკიდებულება გაქვთ რაღაც საკითხებში აი სულ ყველას თქვენს კისერზე იქნება რაც ამ ქვეყანაში ხდება და რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით კი ბატონო სამწუხაროდ ისევ ჩვენი დრო ამოიწურა გიორგი უნდა დაგემშვიდობოთ მადლობა რომ გვერთვები მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად მადლობა მაყურებელსაც მინდა დავემშვიდობო ჩვენ მაყურებელს შევხვდებით მომავალ ორშაბათს იმედი მაქვს სამივე ვიქნებით ადგილზე
შეგხვდებით მომავალ ორშაბათს ძვირფასო მაყურებლებო, ისევ 8:30-დან 10:30-მდე ვიქნებით თქვენთან ერთად. მე ცალკე შეგხვდებით ხუთშაბათს 6:30-დან 7:30-მდე ვიქნებით და გოჩას კიდე პარასკევს აქვს გადაცემა 8:30-ზე. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ.